მოგესალმებით, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი სამართლის ექსპერტი. დღევანდელი ეთერი შედარებით განსხვავებული იქნება, ნაცვლად იურიდიული კონკრეტული თემებისგან განსხვავებით ვისაუბრებთ იმ კითხვებზე, რომელიც მაყურებლებისგან შემოგვივიდა. ამ კითხვებს უპასუხებთ GG Law Group-ის ადვოკატები გივი კაკუშაძე, გიორგი ლიპარტელიანი და მე ბიძინა ჩხეიძე. დიახ, განსხვავებული ეთერი გვაქვს, მართლაც ამ თვალსაზრისით. კითხვები, რომლებზეც გვინდა რომ დღეს ვისაუბროთ, არის რეალური შეკითხვები, ამოკრეფილი კომენტარებიდან და ასეთი ფორმატით გავაკეთოთ, დავსვათ ეს შეკითხვები და ვუპასუხოთ. ბევრი ანონიმური კითხვაც მოვიდა და აქედან გამომდინარე თავ შევიკავებთ კონკრეტული ვინაობის დასახელებისგან კითხვებზე გადავიდეთ. პირველი ასეთი შეკითხვა იყო, დამაჯარიმეს უნებართო მშენებლობისათვის, როგორ გავასაჩირო და რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს პროცესი. მოდი მე ვუპასუხებ ამ შეკითხვას. ძალიან ბევრი არის დღესდღეობით ასეთი შემთხვევა საქართველოში უნებართო მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს როგორც თავდაპირველი შენობა ნაგებობა, ასევე კონკრეტულ შენობა ნაგებობაზე დამატებით მიშენება ან რაიმე ტიპის დამატებითი კონსტრუქცია. აღნიშნული რა თქმა უნდა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექვემდებარება ჯარიმას და ასევე ექვემდებარება დემონტაჟს და თუ ადამიანი ამას არ ეთანხმება, უნდა გაასაჩივროს ჯერ თვითონ მუნიციპალიტეტის მერიასთან, ხოლო შემდეგ უკვე სასამართლოში. ხოთა შორის ძალიან დიდხანს გრძელდება ესეთი დავები პრაქტიკაში მქონია, მაგალითად 2021 წლის ჯარიმა მაქვს, ახლა წარმოებას ჯარიმა და დემონტაჟი, სადაც კონკრეტული პირი 8000 ლარით დააჯარიმეს და წინა კვირაში იყო პირველი სასამართლო სხდომა ამ საქმესთან დაკავშირებით 5 წელიწადი მაგალითად ჩვეულებრივ გაგრძელდა და ხშირად არის, როდესაც მოქალაქეები ამ მიმართულებით ცდილობენ, რომ მაგალითად გაასაჩივრონ, დიდი ხნის განმავლობაში იციან, რომ არ ჩაინიშნება პროცესი და მერე რა ვიცი, ელოდებიან, რომ რაღაც კანონი შეიცვლება ან რაღაცას იზამენ. ყოველ შემთხვევაში გასაჩივრების ეტაპი ასეთია, რომ უპასუხოთ შეკითხვის ავტორს, პირველ რიგში უნდა გასაჩივრდეს პირველადად შემდგომ ორგანოში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო შემდგომ უკვე უნდა წავიდეს სასამართლოში. ეს არნიშნავს, რომ დავუშვათ გასაჩივრების შემთხვევაში ნებართვა იქნებათ და მაგ შემთხვევაში სხვა პროცესები უნდა. კი. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონოს განსაკუთრებით. კარგი, მეორე კითხვა არის ბიძინა ესეთი. მოქალაქე გვეკითხება ერთ-ერთი საგადასახადო მიმართულებით გვეკითხება, რატომ არ იცვლება გადასახადების 40000 ლარიანი ზღვარი კანონში, ხომ არ არის მოძველებული აღნიშნული ჩანაწერი კანონშიო. ეს ეხება ქონების გადასახადს. ქონების გადასახადთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური იყო ბოლო წლის ნოემბერში ატყდა ამაზე აჟიოტაჟი იყო, თუმცა საზოგადოებას რო განვმარტოთ, ეს არ არის ახალი მიღებული კანონი, 2004 წლიდან შევიდა ძალაში და გასაგებია ამაზე მე მგონი იყო კიდევაც საუბარი, რომ უკვე გადახედვას ექვემდებარება, უნდა დაექვემდებაროს აღნიშნული თანხა და უნდა გაიზარდოს მინიმუმ 100000 ლარზე მაინც, იმიტომ რომ ეხლა 2004 წლიდან მოყოლებული შეიცვალა ლარის სყიდველუნარიანობა, ინფლაცია მოხდა და შესაბამისად უფრო მეტი არის რაოდენობა იმ ადამიანების, რომელსაც უწევს აღნიშნული თანხის გადახდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 40000 ლარის გადახდა გიწევთ იმ შემთხვევაში, როდესაც საშემოსავლო გადასახადით შედის ამაში, ანუ მთლიანი შემოსავალი რაც გაქვთ და არ არის ერთ კონკრეტულ პირზე, არის მთლიან ოჯახის წევრების საერთო რაოდენობა უნდა იყოს, პროცენტულადაც 40000-ზე იხდი რაღაცა 0.2-დან 0.5%-მდე და 100000 ლარის შემდეგ არის წლიური გადასახადი 1%. და აი მაგალითად თუ ოჯახში ხარ თქვა 2 პირი თქვა ცოლი და ქმარი თუ დასაქმებულია თქვა ქონებასაც თუ ფლობს რა ვიცი აგარაკიც თუ აქვს რაღაცა ყველა ვარიანტში მოუწევს ამის გადახდა. უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში პირდაპირ ვალდებულებაა რომ გადავიხადოთ, არ ჭირდება, არ აქვს უკვე რა შემოსავალი გვაქვს მნიშვნელობა. და 1 ნოემბერი არის ის ვადა, როდესაც ეს თანხა უნდა იყოს გადახდილი, რომ ხაზინაში ასახული უნდა იყოს. ძალიან კარგი. უპასუხეთ ამ შეკითხვასაც. შემდეგი შეკითხვა ასეთი არის. კი, დასვიოს. 2016 წელს მქონდა სესხი აღებული, რაც ვეღარ გადავიხადე. სამსახური გავქვდა, 10 წელი გავიდა, გავასაჩივრე, მაგრამ არ დამეკმაყოფილდა. მადევს ყადაღა, რატომ არ ექვემდებარება ჩამოწერას? ყველაზე საინტერესო შემთხვევა და ყველაზე მეტად გავრცელებული. რეალურად ჩვენ, როდესაც
ჩვენთან მოდიან კლიენტები და სურთ სესხის ხანდაზმულად ცნობა, ამ შემთხვევაში პირველ შეკითხვას რასაც ვსვავთ, არის ის, რომ კრედიტორი ხო არ შეედავა. ან ხო არ არის დაწყებული გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ან ხომ არ არის სასამართლოსთვის მიმართული. თუ დაწყებული არის სააღსრულებლო წარმოება, ამ შემთხვევაში ეს სესხი ვერ ექვემდებარება ჩამოწერას, რადგან კრედიტორმა თავისი უფლება განახორციელა, ანუ მოგთხოვა აღნიშნული ვალდებულების დაბრუნება სამართლებრივი გზით, სასამართლოსთვის მიმართვით, ან გამარტივებული წარმოებით. ამ შემთხვევაშიც არსებობს ხანდაზმულობის ვადა, ეს არის 10 წელიწადი, რა დროის მანძილზეც შეიძლება იძულებითი აღსრულება განხორციელდეს. სწორედ აქედან გამომდინარე არ ჩამოაწერეს ეს სესხი კონკრეტულ კითხვის ავტორს, რომ კრედიტორმა მოახდინა შეცილება. ან სესხის ხანდაზმულობა იმდენად აქტუალური საკითხია და იმდენად ბევრი განმარტება ძალიან კომპლექსური საკითხები მაინც მოდის და მოდის ახალ-ახალი და განმარტოთ კიდე ისიც რომ მიუხედავად იმისა, რომ თავშე შეიძლება იყოს სესხი ხანდაზმული და კრედიტორმა მიმართოს სასამართლოს, თუ შესაძლებელი არ წარადგინე, სესხი მაინც ავტომატურად ხანდაზმული ვერ გახდება სასამართლოს გარეშე. შესაბამისად, თუ შესაძლებელი არ გიქნა წარდგენილი, მაინც მიიღებს დაუსრულებელ გადაწყვეტილებას სასამართლო და შესაბამისად აღსრულებაში ხანდაზმულ სესხზეც გამოვა. ამიტომ აუცილებელი არის შესაძლებელი წარადგინოთ და თუ ამ შესაძლებელში თქვენ დაასაბუთებთ იმას, რომ გასული არის 3 წელი მოთხოვნიდან, შესაბამისად, მაგ შემთხვევაში უკვე მოიგეთ პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს დაუსრულებელ გადაწყვეტილებას სასამართლო, რომელსაც მე ფიზიკურად ვეღარ შეცვლით. ვერ შეცვლით. შემდეგ კითხვას თუ გინდა მე. გიო, მე დაგისვა მე შეკითხვას ნახე. ბარემ შენ უპასუხე. ბოლო პერიოდში გახშირდა დავები ბინის ქირავნობიდან გამომდინარე. რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ და ვის შეიძლება ვენდოთ? ესეთი შეკითხვა საინტერესო შეკითხვა. პირველ რიგში სანამ დავიწყებთ ბინის მოძიებას, უნდა დავრწმუნდეთ თუ გჭირდება აგენტი მიმართოთ სწორ კვალიფიციურ სააგენტოს. რა სწორში რა იგულისხმება, ანუ ადამიანებს, რომლებიც რეალურად მოქმედებენ ჩვენი ინტერესებისთვის. ხშირია შემთხვევები ბინის გაქირავების შემთხვევაში, რომ კონკრეტულად მესაკუთრეს აქვს მოთხოვნა რომელი ქვეყნის მოქალაქე, რომელი სქესის წარმომადგენელი, შინაურ ცხოველთან დაკავშირებით ბევრი მოთხოვნა არსებობს, რომელზეც არის თანახმა ან მისთვის არის გარკვეულწილად პრობლემა. სქესის მიხედვითაც არის ხოლმე. რა თქმა უნდა, კი, სქესის მიხედვითაც, კი ბატონო, არის ახლა აქირავებენ სტუდენტ გოგონებზე, არის აქირავებენ ოჯახზე და არის მაგალითად ერთპიროვნებაზე აქირავებს ხოლმე. ეს მესაკუთრის უფლებამოსილება ამას ვერაფერს ვერ უზავთ. ამ შემთხვევაში უნდა მივიდეთ ისეთ სააგენტოში, რომელსაც დიდი პრაქტიკა გააჩნია ხელშეკრულების კუთხითაც დაცულები ვართ, როგორც მესაკუთრეები, ასევე თუნდაც დამქირავებლები. და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, რა უფლებები გაგვაჩნია როგორც მესაკუთრეებს და რა უფლებები გაგვაჩნია როგორც დამქირავებლებს. ხშირია დამეთანხმებით დავები, როდესაც თუნდაც არ გადის სახლიდან ის ადამიანი, ვინც ჩვენი ფართი იქირავა, ან თუნდაც როდესაც მესაკუთრე გვაგდებს სახლიდან საპოლიციო გამოსახლება აღარ არსებობს, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არის აუცილებელი, რაც დროში იწელება ძალიან. კი ბატონო, ჩვენ თანამშრომლობთ TG Lawyer Group Peace House-თან, უძრავი ქონების სააგენტო არის, რომელიც საკმაოდ გამოცდილია, ძალიან კარგი მიდგომები აქვს, სამართლებრივი კუთხით ჩვენ მართლაც ისეთ ხელშეკრულებებს ვადგენთ, რომლითაც ორივე მხარე არის დაცული და ჩართული ვართ ამ პროცესში, თითოეული ჩვენთაგანი და სრულიად გაუწევდი რეკომენდაციას აღნიშნულ სააგენტოს, რადგან მისი მიდგომები ბოლო პერიოდის მანძილზე სწორედ არის მორგებული მომხმარებლების სურვილებთან, როგორც მესაკუთრეების, ასევე დამქირავებლების. ძალიან კარგი. შემდეგი შეკითხვა. მაინტერესებს სამემკვიდრო საკითხი. მყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, არის თუ არა ის ჩემი მემკვიდრე? გვეკითხება ვიცინა მოქალაქე. რა თქმა უნდა, მემკვიდრეა და ჩვეულებრივ პირველი რიგის მემკვიდრეა. არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, უბრალოდ ერთი შეზღუდვა რაც შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო ომის ნაკვეთი თუ გადაეცემა მემკვიდრეობით, მაგ შემთხვევაში ან გაყიდვა შეიძლება მოუწიოს ან სტატუსის შეცვლა. დანარჩენ შემთხვევაში არ არის შეზღუდვა არ არსებობს. ზოგადად ეს დავამატებ ზოგადად სამემკვიდრეო დავებთან დაკავშირებით. საკმაოდ ხშირია სამემკვიდრო დავები მიმართულებით, როდესაც ხდება ეს შეკითხვაც იყო მგონი, არ ვიცი, გვაქვს თუ არა გამოწერილი, როდესაც ხდება მემკვიდრის მიერ სხვა მემკვიდრეების დამალვა. ეს თემაც საინტერესოა, როცა არის რამდენიმე მემკვიდრე პირველ რიგიდან,
ერთ-ერთი მათგანი მიმართავს ნოტარიუსს და ამბობს, რომ მეტი მემკვიდრე არ არსებობს. ამ შემთხვევაში ნოტარიუსის ვალდებულება როგორც ასეთი არ არის ის, რომ მან არ ყვიოს კიდევ ხომ არ არის ვინმე მემკვიდრე, მას შეუძლია ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და ნახოს ხომ არ აქვს კიდევ ვინმეს მიმართული ნოტარიუსისთვის, ან ხომ არ არსებობს ანდერძი. კი, ამ შემთხვევაში ნოტარიუსი თუ დაადგინეს, რომ ვინმეს სხვას პრეტენზია არ გააჩნია და არ მიმართავს ნოტარიუსისთვის, გასცემს სამკვიდრო მოწმობას მთლიანად სრულ დანაშთქონებაზე იმ პირზე, ვისაც მიმართა, მაგრამ მერე უკვე გამოჩნდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენც ვართ მემკვიდრეები, ვართ პირველ რიგში და გვეკუთვნის ქონება. ამ შემთხვევაში უკვე მე სასამართლოში გადავდივართ, ცვლილება უნდა შევიტანოთ ამ სამკვიდრო მოწმობაში და თუ მაგალითად ქონება უკვე რეგისტრირებულია ამ ადამიანზე, ვინც მიმართა ნოტარიუსს და ერთპიროვნულად დაირეგისტრეს სამკვიდრო, უნდა მოითხოვოთ მე უძრავი ქონების მისაკუთრედ ცნობაც. გვაქვს ჩვენც პირადად ასეთი დავები ბიუროში და არაერთი მათგანი წარმატებით დაგვისრულებინა. ბატონო. საინტერესო შეკითხვა, დავალიანება მაქვს ბანკში, მიქვითავენ პენსიიდან, სწორია თუ არა? ხო, პენსიასაც შეეხება იქ კანონში მკაფიოდ არის განსაზღვრული, მაგრამ როდესაც სესხს იღებთ, მაგ შემთხვევაში თუ თვითონ ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს და თქვენ უნდა აწერეთ იმას ხელს, რომ ბანკს კონდეს უფლება პენსიიდან ჩამოგაჭრათ თანხა. ეს შეიძლება იყოს 50% მაქსიმუმ. თუ ეს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის, მაგ შემთხვევაში ბანკს არ შეუძლია მაგის გაკეთება, მაგრამ არსებობს ხო, მაგრამ სახსრულ მოწარმოება შეიძლება იყოს დაწყებული და იქიდან უკვითავდნენ მაგალითად თუ სახელმწიფო პენსია არის ჩვეულებრივ ასაკობრივი პენსია აღსრულების შესახებ კანონით ექვემდებარება დაკვითოს, მაგრამ როგორც ამ შემთხვევაში 50%-ზე მეტი არ უნდა იყოს. საარსებო მინიმუმსაც არ უნდა შეწყვეტოს. საარსებო მინიმუმი თუ არის 250 ლარი თუ 250 ლარი. პენსია საშუალო არის პირველი არის 370 ლარი, ხო? 70 წელს გადაცილებული. ხო, 70 მანამდე ნაკლები არის. მაგრამ აქვე საინტერესო ის არის, რომ კანონი ამბობს, რომ სხვა სახის დახმარება, თუნდაც სოციალური დახმარება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. შესაბამისად და ისიც თქვა, რაც ხდება პრაქტიკაში. რეალურად იმ ანგარიშზე, რომელზეც ჩვენ სახელმწიფო შემწეობას ვიღებთ, შეიძლება კერძო აღსრულებელმა ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყოს იძულებითი აღსრულება, ამისთვის უნდა დავწეროთ კონკრეტულად განცხადება, ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელზე, ან თუ კერძო აღმასრულებელი არის აღსრულებას ჩართული მის სახელზე და უთხრათ, რომ აღნიშნული თანხა არის სახელმწიფო შემწეობა, მაგალითად სოციალური დახმარება, შეიძლება იყოს ვეტერანისთვის გამოყოფილი დახმარება და ეს თანხა არ უნდა დაიქვიტოს. დევნილობის თანხა შეიძლება იყოს და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ თანხას ერთი თეთრიც არ უნდა მოაკლდეს, ხოლო ასაკობრივი პენსია ჩვენი კანონიდან გამომდინარე იძულებით აღსრულებას ექვემდებარება. თან ზოგ შემთხვევაში მაგალითად ლიბერტიში სადაც არის თვითონ პენსია, სადაც იღებს მოქალაქეები, იქიდან თუ აქვს ეს გამომდინარე ავტომატურად აჭრის. კი, მართალს ამბობ, კი. ეგ არის რეალურად ის შემთხვევა, როცა უკვე ხელშეკრულებით უნდა იყოს გათვალისწინებული ზუსტად რაც შენ თქვი. კი და ნახეთ პრაქტიკაში რა არის კიდევ და რა შეგხვედრია იცით, ნახეთ, როდესაც მაგალითად ადამიანი აღწევს საპენსიო ასაკს და ეს პრობლემურმა ორგანიზაციამ იცის, ვისაც ეს პორტფელი აქვს ნაყიდი და უჭირავს უკვე თქვათ კანვერძალაში შესული გადაწყვეტილება, აი ელოდება, როდის გავა პენსიაში, რომ დაიწყოს იმ მომენტში უკვე საახსრულო წარმოება და იქიდან წამოიღოს თანხა, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში თქვათ არანაირი სახსრები არ აქვთ ესეთ ადამიანებს, რომლებსაც დაკისრებული აქვს თანხა, ქონებაც არ გააჩნიათ და შესაძლების დაგვარად ცდილობენ რომ აირიდონ ის თავიდან. კრედიტორი ელოდება იმ მომენტს, როდის გავა პენსიაში, რომ იქიდან წამოიღოს რაღაცა თანხა და უცდიან ხოლმე ამ საპენსიო ასაკს. ძალიან საინტერესო პრაქტიკა არის კიდევ იმ კუთხით, რომ კერძო აღსრულებლები, მაგალითად კრედიტორს აქვს 10000 ლარიანი მოთხოვნა ჩვენს მიმართ საახსრებლო ფურცელი არის გაცემული. პირველი ყადაღა შეიძლება დაგვადონ 5000 ლარზე. ამის უფლება გააჩნიათ. და ამას პრაქტიკაში მე მგონი ხვდებით. რეალურად სრული მოცულობიდან გარკვეულ თანხაზე დაგვადონ ყადაღა. ამის უკან თავად რო გავესაუბროთ კრედიტორებს ის დგას, რომ მაგალითად ავიცილოთ ის აღსრულების ხარჯი, იმიტომ რომ იძულებითი აღსრულებიდან გარკვეულ თანხას ვიხდით, ხო? როდესაც იწყება ეს პროცესი, ჩვენ ვალდებული ვართ გადავუხედოთ როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ასევე კერძო აღსრულებას. იქ რა თქმა უნდა სხვაობაა პროცენტებში, მაგრამ რეალურად ჩემი აზრით უფრო მეტად ცუდქმედება დაგვიქვავ, იმიტომ რომ თუ გაქვთ მოთხოვნა 40000 ლარი, ჯობს 40000 ლარზე დამედოს ყადაღა, იმიტომ რომ ხშირად მე მოვალეს ერევა ეს ყველაფერი და იწყება დავა.
5000-ზე მედო ყადაღა 5000 გავასწორე, ეხლა რატო დამედო ახალი 5000. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი თავიდან უნდა იქნეს აცილებული და ალბათ ჯობია კარგი ჯანსაღი პრაქტიკა, რომ ერთიანი თანხა მოგთხოვონ, რაც გვაქვს ვალდებულება. კი ბატონო. ნუ როგორც მოსალოდნელი იყო ხანდაზმულ სესხზე კითხვები არ წყდება და მე უპასუხე. ხანდაზმულ სესხზე დადებულ ყადაღას რა უშუალოდ ბატონო გივი. კითხვა შემდეგი. ძალიან რთული შეკითხვა. ასე განმარტოთ, წეგან შენც ისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით ვიძინა. ზოგადად სესხის ხანდაზმულობა არის საკმაოდ კომპლექსური მიმართულება და ბევრს მათ შორის იურისტსაც ეშლება რიგი საკითხები ხანდაზმულ სესხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხანდაზმულ სესხზე დადებულ ყადაღას. ყველას ეხა ვინც თქვათ მოქალაქეები ჩვენთან რეკავენ მოდიან კონსულტაციაზე, ალბათ ყველა იძახის და რეკავს, რომ ხანდაზმული სესხი მაქვს და დამეხმარე. ყველას გონია, რომ თავისი სესხი არის ხანდაზმული, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა ადამიანის სესხია ხანდაზმული. ეს იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებს არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია თუ რუდის ითვლება სესხი ხანდაზმული. შენი განულებული სესხების მიხედვით თუ მივიჟერებთ, არც ისე ცოტას არ აქვს ხანდაზმული სესხი. ხო, კი ბატონო, კომპლიმენტად მივიღებ. მაგრამ მოქალაქეები თვლიან ხანდაზმულობის საკითხს არა იმ ვადებით, როგორც უნდა დათვალონ, არამედ სესხის აღებიდან. და სესხის აღებიდან ხანდაზმულობის ვადა არ ითვლება. რაც შეეხება შეკითხვას უკვე ხანდაზმულ სესხზე გამოყენებულ ყადაღას, თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, სესხი არის თუ არა ხანდაზმული, თუნდაც ხანდაზმული იყოს სესხი, ჩვენ თუ შედავება არ გავუკეთეთ ამ კონკრეტულ სესხს შესაგებლით და არ ვთქვით სასამართლო პროცესზე, რომ ეს სესხი ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ხანდაზმული იყოს ხანდაზმული, მოსამართლეს არ აქვს უმრავლესობა თავისი ინიციატივით დაადგინოს ხანდაზმულობა. შეჯიბრობითობიდან გამომდინარე, შეჯიბრობითობის პრინციპზე აგებული სამართალწარმოება, აქედან გამომდინარე, ხანდაზმულ სესხზეც თუ თქვენ შედავებას არ გააკეთებთ, ჩვეულებრივ დაიწყება იძულებითი საახსოვრო წარმოება და წააგებთ სასამართლოს. არა მარტო ხანდაზმულ სესხზე, ზოგადი რეკომენდაციაც რომ მივცეთ, ნებისმიერ საჩელზე, როდესაც თქვენ მოპასუხეთ ებმებით სასამართლო პროცესში, ყოველთვის აუცილებელი არის შესაგებელი შეიტანოთ სასამართლოში. ეს რეკომენდაცია შეგვიძლია სრულიად გეთანხმება. აი, ეგ შეცდომა ხშირია. კი, ნახეთ, კოლეგებო, მე აქ ვერ ვნახე შეკითხვებში ეს, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახლა გამახსენდა. ეს არის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი და ასევე ფოსტის საკითხი, როდესაც ადამიანებს ან მის ოჯახის წევრებს ბარდებათ კორესპონდენცია, ყოველთვის არის ესეთი რაღაც, რომ არ ჩავიბარე, ან ჩავიბარე და არ მივაქციე ყურადღება, ან ჩავიბარე და საერთოდ არ გავხსენი ეს კონვერტი და მე არაფერზე ხელი არ მომიწერი. აი, ამ არგუმენტაციით მოდიან ხოლმე. ჩემი და ჩვენი სამართლებრივი რჩევა იქნება ყველა კორესპონდენცია თუ წერილი, რაც გეგზავნებათ, აუცილებლად ჩაიბარეთ. რაღაცის არ ჩაბარება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გათავისუფლდებით ვალდებულებისგან. პირიქით, ძალიან მძიმე და ხშირ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდე მივდივართ. სახლი და უძრავი ქონებები და რა ვიცი, მოძრავი ქონებები დაუკარგავთ ადამიანებს. შეიძლება არ იყოს ეს ხანდაზმული, თუმცა იმ შესაგებლის წარდგენით, რომელიც ვალდებულებას გეკისრებათ, ხო? გარკვეული სახის მოგება მაინც შეიძლება ნახოთ, იგივე პირგასამტეხლოს შემცირებით, ჯარიმების შემცირებით და ასე შემდეგ. ამიტომ სწორი საკითხი წამოწია. არ შეიძლება უგულებელყოფა მსგავსი თემები. მე მაგალითად ეხლა ერთ-ერთ დავაში, რომელიც არის ფულად საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დავაკავშირებით ერთ-ერთ ბანკთან, სწორედ ამ შესაგებლით და სწორედ სასამართლოში ჩართვის შედეგად 40,000 ლარით, რომელიც არ არის მხოლოდ ჯარიმა, ეს არის პროცენტიც, ამ 50,000 ლარში შემცირდა მოცულობა მთლიანი თანხის. ეს შედეგი ჩვენ მივიღეთ სწორი სამართლებრივი არგუმენტაციით და პროცესში ჩართვით. ეს ადამიანი რომ არ ჩართულიყო ამ პროცესში, ეს 50,000-იც დაეკისრებოდა, მთლიანი ბაჟიც დაეკისრებოდა, მომსახურების ხარჯიც დაეკისრებოდა, მონაწერის განახლების ხარჯიც დაეკისრებოდა, რა ვიცი, საფოსტო ხარჯიც და ყველაფერი დაეკისრებოდა. ამიტომ თუ კი რამეს გიგზავნიან, აუცილებლად ჩაიბარეთ. არიან ხოლმე მაგალითად ძირთად ემიგრანტები ამბობენ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ
მე საერთოდ არ ყოფილვარ საქართველოში და რანაირად დამედო ყადაღა მე გადაწყვეტილებაზე ხელი არ მომიწერია ჩემს დაუსწრებლად როგორ მიიღეს გადაწყვეტილება სულულად არსებობს რა გარკვეულად პირველად უნდა ჩაგვარდეს პოზის მიხვდეთ მე გამეორების შემთხვევაში თუ პირველად ვერ გნახათ შემდეგ საპოლიციო კი ბატონო საჯარო გამოცხადდები და მე მაინც იგივე შედეგს მიაღწევს თან ნახეთ რეალურად ეს სწორია კანონში რომ წერი იმიტომ რომ ნახე ყველა ბერკეტს იყენებს კანონი რომ შენ ამის შესახებ გაგაგებინოს და თუ შენ ესე იგი ინტერესი არ გაქვს მაშინ რა დააშავა კრედიტორმა უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა და სრულიად კანონიერია ეს და შესაგებლის წარუდგენლობაზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილება კარგი სანდასჯელო ღონისძიება იმ ადამიანისთვის რომელმაც არ წარმოადგინა პასუხი ამის საშუალება ჰქონდა აი შეცდომა სად არის რაღა უნდა მიშველოს ადვოკატმა ეს ესხი მაინც გადასახდელი მაქვს არა ეგ არ ნიშნავს უნდა წაიკითხოს ადვოკატმა და რაც შენ ბრძანე და დაგეთანხმეთ მე დაბიძინა იქ არის შეიძლება იყოს შეუსაბამო დიდი პირგასამტეხლო შეუსაბამო დიდი ჯარიმა დარიცხული პროცენტი და ამ ყველაფერზე უნდა იცოდეს ხალხმა რომ ძალიან ხშირია პრაქტიკაში ბოლო-ბოლოს გრაფიკს შეადგენენ და გაგინაწილებენ ხო მორიგებად შესაძლებელია ყველაფერი არის შესაძლებელი ერთი სიტყვით ყველა იმ შემთხვევაში როგორც შენ თქვი როდესაც გვიჩივლებენ და საჩივარი ან სარჩელი არის შესული აუცილებელი არის შესაბამისი პასუხის გაცემა კვალიფიციური რა დღესაც შევესწარით ისეთ საკითხს, სადაც ის მომხმარებელმა წინ დახედულობით მოვიდა ჩვენთან და მიიღო შესაბამისი კვალიფიციური პასუხი. დინით. ეს არის ყველაფერი შედეგი იმის, რომ ადვოკატზე და იურისტზე მიმართვა გამართლებულია და კარგი ჟესტი არის იმისთვის, რომ ჩვენი თავი დაცულად ვიგრძნოთ. ესა და ეს არის. ერთ საინტერესო კითხვა არის კიდე შემოსული. ჩემს ნაკვეთზე, რომელიც მამამ მებაღეობით მიიღო, სხვისი საკუთრება არის დარეგისტრირებული. მაქვს მებაღის წიგნაკიც, მირჩევთ თუ არა ადვოკატის აყვანას და დავის დაწყებას. რობას ხო? ძალიან ხშირია ესეთი დავები საჯარო რეესტრთან დაკავშირებით და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ სისტემური რეგისტრაცია განხორციელდა და ძალიან ბევრი ნაკვეთი დარეგისტრირდა, მათ შორის ბევრი შეცდომით და წამოვიდა ასეთი დავები და კიდევ უფრო მეტი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრმა ადამიანმა სრულიად შემდეგ აღმოაჩინა უკვე რეგისტრირებული ნაკვეთების შემდეგ, რომ მათი საკუთრება სხვის სახელზე რეგისტრირებული. როცა უფლების დამდგენი დოკუმენტი არსებობს, ამ შემთხვევაში მებაღის წიგნაკი და თუ ადამიანს ეს მოიპოვება დედნის სახით ასეთი დოკუმენტი, რა თქმა უნდა დავა გამართლებულია იმ მესამე პირის წინააღმდეგ, ვინც დაირეგისტრირა ქონება და ასევე საჯარო რეესტრის წინააღმდეგაც, ვინაიდან საჯარო რეესტრმა არ მოიძია და არ გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ რაღაც ფაქტები და დეტალები სრულყოფილად. შესაბამისად, ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს ბევრი ასეთი დავა, რომელიც წარმატებით დაგვისრულებია, მათ შორის არაერთი რეგისტრაცია, რომელიც იყო კანონშეუსაბამო და ფაქტობრივი გარემოებები არ იყო წესრიგში და ხშირად ხდება ისე მაგალითად რომ რამდენიმე ადამიანი ერთმანეთის მოწმეებად გამოდის ხოლმე ამ რეგისტრაციის დროს და ირეგისტრირებენ ნაკვეთებს ძალიან ბევრი უძრავი ქონება რომელიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრის მიერ გაგვიუქმებინა თვითონ საჯარო რეესტრის მეშვეობითაც და ასევე სასამართლოს მეშვეობითაც ეხლაც გვაქვს წარმოებაში რამდენიმე საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რეგისტრირებული მონაცემების კანონირების შესწავლა და იმის დადგენა რეალურად ვის ეკუთვნოდა ეს ნაკვეთი. ამიტომ ამ მოქალაქეს რადგან აქვს მებაღის წიგნაკი, როგორც უფლების დამდგენი დამადასტურებელი დოკუმენტი, მით უმეტეს თუ ეს დოკუმენტი აქვს მას დედნის სახით, აქვს ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ იდავოს და წარმატებით დაასრულოს აღნიშნული საქმე. შემდეგი შეკითხვა, ჩვენი პირადობის ასლებით თუ შეიძლება ვინმე მისარგებლოს. ერთ-ერთმა პირმა გადამაგზავნინა და შემდეგ აღმოჩნდა რომ დამბლოკა. სოციალურ ქსელებში ხდება ხშირად ასეთი თაღლითობები და ბევრი ადამიანი აღნიშნული მსხვერპლი, ზოგადად თქვენი პირადი მონაცემები არ უნდა გადაუგზავნოთ სხვა ადამიანს, მით უმეტეს უცხო ადამიანს, ასევე არ უნდა შეიყვანოთ მონაცემები გაურკვეველ ლინკებზე და საიტებზე, ვინაიდან შესაძლოა ეგრეთ წოდებული ფიშინგის მსხვერპლი გახდეთ. ძალიან ბევრი დაზარალდა ამით საქართველოში და საერთოდ ეს ადამიანები, როდესაც მოქმედებენ, შეიძლება საერთოდ არ იმყოფებოდნენ საქართველოში და საერთოდ საზღვარგარეთიდან მოქმედებდნენ და ამ ჩვენი პირადობის მონაცემი იქნება, საბანკო ბარათის მონაცემი იქნება, ამის საფუძველზე ცდილობენ, რომ წაიღონ ჩვენგან ინფორმაცია და ფინანსები. ამიტომ, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია ჩვენი პირადი პერსონალური ინფორმაციაა და ამიტომ არავის არ უნდა ინტერნეტ აღლითობა საზღვრები არ აქვს, ისე მომისაც განსაკუთრებით საფრთხილოვან მსგავს ინფორმაციების. ძალიან რთული გამოსაძიებელიც.
რა თქმა უნდა, კი. და შედეგის ნახვა დაზარალებულისთვის თითქმის შეუძლებელი ამ სიტუაციაში. კი, აი მაგის სრულიად გეთანხმები, იშვიათად რომ აღნიშნული საქმე წარმატებით დასრულდეს. მაინტერესებს, მე დავსვამ შეკითხვას, მაინტერესებს გარდაცვლილ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა სესხი, მის შვილზე თუ გადავა ეს სესხი, აი ასეთი შეკითხვა აქვს. გადავა, რა თქმა უნდა, მემკვიდრეზე გადადის როგორც აქტივები, ისე პასივები. ეს შეიძლება იყოს როგორც ქონება, ისე ვალდებულება, რომელიც მას შეიძლება წარმოეშვას კრედიტორების წინაშე, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ როდესაც გადადის მაგალითად თუ ქონება შეადგენს პირობითად 50,000 და სესხი აქ 100,000, ეს შეიძლება მოითხოვოს მხოლოდ იმ რაოდენობაში, იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მას სარგებელი მიიღო მემკვიდრეობით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვალიც გადადის და ქონებაც გადადის ავტომატურად. აქ ერთ მომენტს ვიტყვი თუ შეიძლება. თუ მსგავსი кейსი გვაქვს, რომ ჩვენს მშობელს ქონდა სესხი, გარდაიცვალა, აუცილებლად ნახეთ ხელშეკრულება. თუ არის სიცოცხლის დაზღვევა გათვალისწინებული და რა პირობებით იყო სიცოცხლის დაზღვევა გათვალისწინებული და შეეძლო თუ არა არის თუ არა სადაზღვევო კომპანია ვალდებული გადაიხადოს სესხი. ამ შემთხვევაში ჩვენზე არ გადამოვა. ხშირია შემთხვევები, როდესაც არის სიცოცხლის დაზღვევა და მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც დაფარავს დაზღვევა. ეს ზოგადად სულ პრობლემატური სიცოცხლის დაზღვევის საკითხი, იმიტომ რომ ხშირად არის ეგ ბევრი გამორიცხავი გარემოება, რა შემთხვევაშიც არანაზღაურდება დამდგარი შედეგი და ხშირად დაგვიანებითაც მიმართავენ სადაზღვევო კომპანიას და ბანკს ამ შემთხვევაში მემკვიდრეები და ზოგადად პრობლემური საკითხია ეს. ცნობა არის საჭირო აუცილებლად და ამ ცნობის შემდგომ უნდა დააკმაყოფილოს სადაზღვევო კომპანია, მაგრამ ისიც შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატებს და იურისტებს, რომლებიც დაგეხმარებიან თუ სადაზღვევო კომპანია არ გასცემს ანაზღაურებას და აქვს მას ამ შემთხვევაში ანაზღაურება გასაცემი, იმიტომ რომ მარტივი საკითხია, მემკვიდრემ გადაიხადოს თანხა და შეიძლება ძალიან დიდი სესხი მივიღოთ სამკვიდროს შედეგად და შენაც ბრძანე. თუ 100,000 მივიღე სამკვიდროდ და 150,000 ვიცი რომ ვალი არის, ამ შემთხვევაში შემიძლია სამკვიდროს მიღებაზე უარიც განვაცხადო. ეს მექანიზმიც გვიცავს. კი ბატონო. ინდივესია მაგ შემთხვევაში. შენ დაგისვამ გიორგი, შემდეგ კითხვას. ერთ-ერთი ბანკიდან გამათავისუფლეს, ვიყავი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულებით, აქვს თუ არა აზრი ამ ბანკთან ჭიდილს? აი ასეთი შეკითხვა არის შემოსული. რა თქმა უნდა აქვს და არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ ერთ-ერთ ცნობილ ბანკთან დავის შედეგად მათი განთავისუფლების ბრძანება უკანონოდ იყო ცნობილი, უკანონოდ ცნო სასამართლომ და ამ შემთხვევაში ერთადერთ მნიშვნელოვან გარემოებას გამოვყოფთი ალბათ დამეთანხმებით არის ვადა. ხანდაზმულობის ვადა. როდესაც სამსახურიდან გვათავისუფლებენ, აუცილებელია გავითვალისწინოთ და დავიცვათ ვადა. ის ერთთვიანი ვადა, რომელიც აღდგენაც შემდგომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და კვალიფიციური ადვოკატი მიაღწევს შედეგს და ჩვენ ეხლაც გვაქვს აღნიშნული დავები, გქონია წარმატებისთვისაც მიგვიღწევია და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა როგორი ცნობილი იურიდიული პირი დგას უკან და როგორი დიდი კომერციული ბანკი. შემდეგი შეკითხვა ასეთი არის, ჩემი მეუღლე მემუქრება, მავიწროვებს, მე მასთან არ მაქვს ურთიერთობა, თუ არის რაიმე გზა, რომ დავიცვა თავი და ის არ მომიახლოვდეს. აი, ასეთი პრობლემა აქვს, ქალბატონი გვწერს. ხო კი, ალბათ ქალბატონი გულისხმობს შემაკავებელი და დამცავი ორდერის შესახებ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს არსებობს გამოსავალი, უნდა დაეკოთ 112-ში, რა დროსაც შედგება პოლიციის თანამშრომლების მიერ ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიწერება შემაკავებელი ორდერი, ის საფუძველზეც მოძალადეს აიგზავნება მასთან კონტაქტი და მიახლოვება, რომელიც ერთთვიანი ვადით იწერება პირველ ჯერზე. რაც შეეხება დამცავ ორდერს, მას უნდა მისი შედგენა ხდება სასამართლოს მეშვეობით, რომელიც 9 თვის განმავლობაში ხდება. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ ერთი ფაქტი, თუ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ეს მსხვერპლი, რომლის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შეიძლება ჩავარდეს საფრთხის წინაშე, ამ შემთხვევაში არის ერთი კარგი გამოსავალი, რომელსაც ქვია ელექტრონული ზედამხედველობა, რა დროსაც სამაჯური ეგრეთ წოდებული. ხო, ეგრეთ წოდებული სამაჯური, რომლის მიხედვითაც 500 მეტრის მიახლოების შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის დროს ავტომატურად გადაეცემა საპატრულოს ეს სიგნალი, რის საფუძველზეც სხვებს აღარ ჭირდება, აღარ აქვს ვალდებულება რომ თვითონ დაარეკოს, ანუ აღარ არის საჭირო, ავტომატურად რეაგირებს, სადროსაც პრევენცია ხდება იმის, რომ დავუშვათ არ მოხდეს პირის ფიზიკური
დაზიანება ან გარდაცვალება ან რაღაც ფატალური შედეგი დადგეს. შესაბამისად, თუ არსებობს მსგავსი საფრთხე, აუცილებელია ეს შესაძლებლობა, რომელიც არსებობს ჩვენ ქვეყანაში, გამოვიყენოთ. კი ბატონო. კიდევ ერთი შეკითხვა, მოდი ამ შეკითხვას დავსვამ და თავად ვუპასუხებ. მაინტერესებს ასეთი საკითხი, ქონება გავუფორმეთ ჩვენს 7 წლის ბავშვს, ახლა გვინდა აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვა, თუმცა გვეუბნებიან, რომ ამაზე საჭიროა სასამართლოს თანხმობა. ასია ნამდვილად? გვეკითხება ერთ-ერთი მოქალაქე. დიახ, ნამდვილად ასია, როდესაც არასრულწლოვნის საკუთრებაში არის უძრავი ქონება. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასამართლო თანხმობის მიღება. მის გასხვისებასთან დაკავშირებით, მათ შორის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით, შესაბამისად უნდა მიმართოთ სასამართლოს, უნდა დავასაბუთოთ, რომ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვა ან გასხვისება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. ასევე შესაძლებელია სხვა ქონებით ჩანაცვლება მოითხოვოს სასამართლომ, სხვა ქონების არასრულწლოვნის საკუთრებაში აღრიცხვა და მხოლოდ შემდგომ გასცეს თანხმობა. აღნიშნულში სააგენტოც ერთვება, ბავშვს თავისი ადვოკატი ენიშნება, კომპლექსურად ხდება საკითხის შესწავლა და სწორედ ამ მთლიანი გამოკვლევის შემდეგ იღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ან გასცემს თანხმობას, ან უარსეუბნება მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან კანონით გამკაცრდა ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა, შესაბამისად ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. აქედან გამომდინარე, დიახ, ნამდვილად ესაჭიროება სასამართლოს თანხმობა მოცემული ქმედების განხორციელებას. საინტერესო კითხვა იყო და ვეთანხმები გავს იმკაცრეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არასრულწლოვნებს ეხებათ. კარგი მიდგომაც. უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ქონების ან საცხოვრებლის გარეშე რომ არ დარჩეს არასრულწლოვანი და არ გაუსხვისონ და გაუყიდონ მშობლებმა მას ეს ქონება, სწორედ ამიტომ არის ჩადებული ეს დათქმა კანონში და შეზღუდვა. კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა შემოვიდა, გიორგი შენ დაგისვა მოკითხვას. ერთი საკითხი მაინტერესებს, რატომ უნდა გავუყო ჩემს ქმარს ქონება, მე ვიყიდე, მე რა რომ ქორწინებაში ვართ. ძალიან საინტერესო შეკითხვა. არაფერს არ ნიშნავს ქორწინებაში მყოფი პირების შემთხვევაში, რომელმა შეიძინა აღნიშნული ქონება. ქორწინების დროს შეძენილი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ-ერთი მეუღლის სახსრებით იყოს შეძენილი. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ის, რომ კონდეს მაგალითად საქორწინო ხელშეკრულება და ამით დავარეგულიროთ ქონებრივი საკითხები და გვერდი ავუაროთ იმ სამოქალაქო სამართლის ნორმებს, რომლითაც მაგალითად ეს ქონებას თანასაკუთრებად ითვლება. მეორე საკითხი, რაც გაყოფას არ ექვემდებარება, ესეც საინტერესო, ეს არის ჩუქებით მიღებული და სამემკვიდრეობის შედეგად მიღებული ქონება. ქორწინებამდე ყოფი ქონება. რა თქმა უნდა, ქორწინებამდე მართალი ხარ. და პირადი ხასიათის ნივთი. პირადი ხასიათის ნივთები და ეს ყველაფერი, რომელიც არ გაიყოფა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ქორწინების დროს, თანაცხოვრების დროს ჩვენ შევიძინეთ რაღაც სახლი, აგარაკი მეუღლემ შეიძინა და მეორე მეუღლე ბავშვებს უვლიდა, ამ შემთხვევაში მას 50% მაინც ეკუთვნის. ასე გადაწყვეტა კანონმდებლობა, რომ მოიგოს თანხა მაინც უნდა გაიყოს და მაგისთვის არის სულად აღნიშნე საქორწინო ხელშეკრულება და მან შეგიძლია როგორც შეითანხმდა იმაზე, რომ საერთოდ თავიანთი შეძენილი ქონება თვითონ დარჩეთ, ან პროცენტებით 50 ის მაგივად გადაანაწილოს 50-30 პირობითად და მარტივად შეიძლება მაგის რეგულაციაც. ბოლოს რამოდენიმე წლის წინ ვნახე სტატისტიკა და ძალიან დაბალი რაოდენობის საქორწინო ხელშეკრულებებია დადებული. მარტო ყველაზე ხშირად სადაც შიშემო პირები მონაწილეობენ, იმიტომ რომ აქ ვალდებულება საქორწინო ხელშეკრულების დადების და მხოლოდ უცხოელები. აი ძალიან გვერდსული. ჩვენ განსაკუთრებით დაბალი სტატისტიკა სხვა ქვეყნებში კი მიმართვა. კარგი მექანიზმიც არის, იმიტომ რომ შეიძლება რეალურად გინდოდეს გაყო ეს ქონება და ჩვენ მაინც რომანტიკული არის ვართ და შესაბამისად ჩვენ სხვანაირად ქვესვის კარგობის საკითხებს. ამოწურეთ შეკითხვები, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო. ვეცადეთ ალბათ მაქსიმალურად მოკლედ და ეფექტურად გაგვეცა პასუხები პერიოდულად, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ გავაგრძელებთ პოდკასტურ პრობონო სისტემას. კი ბატონო, ძალიან კარგი ფორმატია, მე ასე ვფიქრობ. კიდევ ერთი სიახლის შესახებ მინდა გითხრათ. ტრენინგი გაიმართება GG Lawyer Group-ის თაოსნობით. მე ჩავატარებ აღნიშნულ ტრენინგს 2026 წლის 16 მაისს. სარჩელის შედგენასთან დაკავშირებით ტრენინგი იქნება სრულიად პრაქტიკული.
ეს იქნება პრაქტიკულ უნარებზე და რეალურ საქმეებზე დაფუძნებული ტრენინგი, რომელიც შეეხება სარჩელის შედგენას. აქედან გამომდინარე, ვინც ხართ დაინტერესებული, ჩვენს Facebook გვერდზე დევს აღნიშნული ინფორმაცია, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა. მსგავსი პრაქტიკული ტრენინგებით გავენებივრებულები საქართველოში არ ვართ. ძირითადად კლიენტ ტრენინგები რაც ეფუძნება თეორიაზე ცოდნას და შენი ტრენინგი, რომელიც ავტორიც ხარ, კლიენტ პრაქტიკაზე დაფუძნებული და ჩვენი სტუდენტობის პერიოდში რო ყოფილიყო მსგავსი შესაძლებლობა დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი. ზუსტად მაგის თქმა მინდოდა მე რომ ვიყო სტუდენტი, აუცილებლად გამოვიყენებდი შანსს პრაქტიკოს ადვოკატს, შევხედო როგორ მუშაობს, რა არის სარჩელზე მუშაობა, რეალურად როგორ ხდება ცოცხლად ამ პროცესში ჩართვა და რა უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში სიმართლე უნდა ვთქვათ, უნივერსიტეტის დამთავრება საერთოდ ანიშნავს, რომ ამ ცოდნას პრაქტიკაში გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ვდგებით საერთოდ სხვა რეალობის წინაშე. ამიტომ მეც ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა მსგავსი ადვოკატისგან მიიღო მსგავსი ტრენინგი და გაიღრმავოთ ცოდნა, პრაქტიკული ცოდნა ამ შემთხვევაში. გივის ნასწავლი სარჩელის დაწერა არის იმის პრევენცია, რომ სასამართლო არ დაგიხაროებთ განსხვავებით ხელოვნური ინტელექტისგან და შესაბამისად ის კურსზე დასწრება იქნება თქვენთვის სასარგებლო აუცილებლად. და გვასწავლის როგორ არ უნდა დაგვიხაროს. შემიძლია სული პასუხისმგებლობით მივცე დაინტერესებულ პირებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა.